პარლამენტი ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც ბარათით თუ საგადახდო სისტემების ოპერატორით გადახდების შესრულება მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 9%-ით განისაზღვრება. ინიციატივის განმარტებით ბარათის მიხედვით ერთიანი საგადახდო ჭერის დანერგვა ბიზნესისთვის განჭვრეტად სივრცეს შექმნის და ასევე მათ საგადახდო დანახარჯებს შეამცირებს. როგორ ფასდება საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესის მხრიდან? ანუკა ჯოხადა ცდილობდა დღეს თემის დეტალების გარკვევას და იგი შეფასებით პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, მოგესალმები და გისმენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაინიცირა, წერია, რომ არსებული პრაქტიკით პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები ხდიან, საკმაოდ მაღალია. უფრო კონკრეტულად მათი ინფორმაციით 10 ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო დაახლოებით 5-10 თეთრია, რაც ნიშნავს, რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმე შემოსავლის სახით შეიძლება 90-95 თეთრს იღებდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურია. ეს კი ჯამურად ტრანზაქციის ღირებულების 5-10%-ია. მათივე ინფორმაციით 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე საკომისიო შეიძლება 1,5-2%-იც იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1,5-2 ლარის ღირებულება. რითეილის სექტორის წარმომადგენლები გვიხსნიან, რომ საკომისიო ზედაზღვრის დაწესება სექტორზე დადებით გავლენას მოახდენს, რადგან ხშირად მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები პოსტერმინალის გამოყენებას თავს სწორედ ამ მიზნით არიდებენ. ამის პარალელურად კი ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ მხოლოდ ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მეწარმეებმა უფრო აქტიურად დაიწყონ პოსტერმინალების გამოყენება და მათი შემოსავალი უფრო გამჭვირვალე გახდეს. Televizion mağazaları çeşitli gamutlar yapıldı. Aktobrivat saat tahsis konut ve aktarında konu produktivizasyonu simptomsa komisyon. Terminalde işletim mağazaları bütün arzıda şirketlerin mağazaları sarmoglular eskardı gayet. Umut şirketleri kılat tahsit kutularında produksiya o gayet ergin terminalde mağazalar seçiyor müfizalin pazarında. Onlar televizion mağazaları პირობები და ვინაიდან ეს ცენტრების მაღაზიები არ იყვნენ დაწყებული ტიპის ორგანიზაციების წარმოქმნები, ბანკები მარტოიცე ნაკლებად იზრდებოდა და რაიმე შეხავაც თითქმის არასდროს უწესებდნენ ხოლმე განსხვავებული ქსელური მარკეტებისა. კანონპროექტი იმისა, რომ შემცირდეს ნომთელქო პროცენტზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია იმ კუთხით, რომ ხარჯს დაბლა წევს მცირე საშუალო ბიზნესებისთვის, მაგრამ აქ არის სხვა, იქნება ეს მოტივატორი იმისა, რომ ეს ადამიანები გადაერთნენ და დაიწყონ დაუშვათ პოსტერმინალების გამოყენება. ხშირად სტერეოტიპული შიში არსებობს მცირე მეწარმეებში, რომ ძირითადად, როდესაც პოსტერმინალზე ტარდება შემოსავალი, ის არის ღია და შესაბამისად ამ ღიაობის წინააღმდეგნი არიან, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზებიდან არ უნდა დაუშვათ აჩვენონ თავიანთი შემოსავლები. საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი ამბობს, რომ არასწორია გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთ სექტორში მომუშავე ბიზნესს წაახალისებს, თუმცა მეორე მხარეს აზარალებს. მისი თქმით, პოსტერმინალებზე გადახდის საკომისიოს 95%-იანი ზღვრის დადგენა ბანკებს შემოსავალს შეუმცირებს და სავარაუდოდ მათ შორის გავლენა ექნება ლოიალობის პროგრამებზე, რომლებსაც ბანკები პოსტერმინალებზე გადახდების დროს მომხმარებლებს თავაზობენ. ამ ეტაპზე ბიზნესის ერთ ნაწილს გაუკეთოთ შეღავათ იმ ბიზნესის მეორე ნაწილის ხარჯზე, არ ვიცი რამდენად სწორია. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ პირობითად მომხმარებლის 100 ლარიდან, რომელსაც ჩვენ ვიხდით საშუალოდ 100 ლარიდან, რომელსაც ვიხდით ბარათით, ხო, სადღაც 2-3 ლარი, ასე ვთქვათ, მიაქვს ბანკს. ანუ ამას იხდის თავად ეს სავაჭრო ობიექტი, ხო? ასევე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ის, რომ სავაჭრო ობიექტი ამას რა თქმა უნდა შემდეგ ფასში შეყავს ეს სავაჭრო ობიექტი, ანუ საბოლოო ჯამში მომხმარებლები ვიხდით ამ საკომისიო და თუ შემცირდება, იმედია რომ მომხმარებლისთვისაც შემცირდება რაღაც პროდუქციის ან მომსახურების ფასი იმის ხარჯზე, რომ საკომისიო არის ნაკლები. ამის იმედი ნაკლებად მაქვს, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საკომისიოების შემცირება გამოიწვევს თქვა სხვადასხვა ტიპის ლოიალობის პროგრამების, რაღაცა ქულების დაგროვების პროგრამების შემცირებას. კანონპროექტში წერია, რომ ეროვნულ ბანკს მიენიჭება უფლებამოსილება მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სავაჭრო ობიექტის საკომისიოს შემცირებას თან სდევდეს ურთიერთგაცვლის საკომისიოს პროპორციული შემცირებაც. კანონპროექტის ავტორების თქმით, სწორედ 95%-იანი ზღვარი უფრო სამართლიან და პროგნოზირებად პირობებს დააწესებს ბაზარზე, შემცირებს გადაჭარბებულ საბანკო ხარჯებს და გაზრდის კონკურენციას საგადასახადო მომსახურების ბაზარზე. ჯერჯერობით უცნობია საკანონმდებლო ინიციატივაზე, როგორია საბანკო სექტორის შეფასება. ამ ეტაპზე დარგობრივ ასოციაციაში საკითხზე შეფასებებს არ აკეთებენ.
მადლობა ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც საკომისიოების შემცირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით შეფასებები გაგო.